ურთიერთობაში არანაირი თანასწორობა არ არსებობს. ქალს არ შეუძლია ძლიერი პოზიციიდან სიყვარული. ქალის ლიმბურ სისტემაში მის ბიოლოგიურ მექანიზმში ეგეთი ფუნქცია არ დევს. ძლიერი პოზიციიდან სიყვარული, ანუ მასზე სუსტის შეყვარება მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. ყველა თავმოყვარე მამაკაცმა როგორც მინიმუმ ურთიერთობის ეს ორი კანონიზე პირად უნდა იცოდეს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მუშაობს მნიშვნელობათა ბალანსის ფონური, ფსიქოლოგიური მექანიზმი. ვინც იკავებს ურთიერთობაში ძლიერ პოზიციას, ის ადგენს რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ის ადგენს წესებს. როგორც კი ქალი იკავებს ძლიერ პოზიციას, ის მომენტალურად უფრო ნაგლი და პრეტენზიული ხდება. მის გაღიზიანებას იწყებს ის, რაც ადრე არ აღიზიანებდა. აღარ აკმაყოფილებს ის, რაც ადრე აკმაყოფილებდა. აღარ სიამოვნებს ის, რაც ადრე სიამოვნებდა და თავისთავად ნელ-ნელა და ეტაპობრივად მაგ ურთიერთობის ნგრევას იწყებს. როდესაც მამაკაცმა არ იცის ამ მექანიზმის შესახებ, ის ყურებს ფართოდ შლის და ქალთან საუბარს იწყებს, მის მოსმენას იწყებს და მისი მაგ პრეტენზიების გათვალისწინებას. იმიტომ რომ თანამედროვე ტიკტოკერმა საზოგადოებამ მამაკაცში ჩანერგა ის აბსურდული იდეა, რომ თურმე ქალთან კონსტრუქციული დიალოგია საჭირო. ყველაფერზე გულწრფელად საუბარი და განხილვა არის საჭირო. რეალობა კი ის არის, რომ ქალთან საუბრით პრობლემა არ გვარდება და შენ უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადე ეს, რომ არ გვარდება და მაგის მიუხედავად მაინც იწყებ ქალის მაგ პრეტენზიების გათვალისწინებას და გამოსწორებას. მაგით კიდევ უფრო ისუსტებ პოზიციას. ქალი კი კიდევ უფრო ნაგლი და სწერვა ხდება. მთელი პრობლემა კი იმაშია, რომ სულ რომ სრულიად ძლიერი პოზიციით დაიწყო ქალთან ურთიერთობა და წლების მანძილზე ეგ პოზიცია შეინარჩუნა. ერთუმნიშვნელო კონფლიქტსაც კი შეუძლია ყველაფრის რადიკალურად შეცვლა და შენი პოზიციის დასუსტება. ზუსტად ამიტომ კონფლიქტის სწორად და ეფექტურად მართვის უნარი არის მამაკაცისთვის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი. თუ გინდა რომ ყველა დეტალითა და წვრილმანით შეიმეცნო ურთიერთობის მექანიზმი, მაქვს შენთვის გამზადებული 2 საათნახევრიანი დახურული ვიდეოკურსი სახელად ურთიერთობის მმართველი.